ეს არის ჩვენი საკეტი ნეიროლოგი, რომელიც გარედან არის ყოველთვის ჩაკეტილი, შიგნიდან არის ყოველთვის ღია მდგომარეობაში. ასევე ქვევით აქვს მექანიკური ჩამკეტი. კამერა არის შიდა მხარეს, შუა ღილაკზე მიჭერის შემთხვევაში დაინახავთ გამოსახულებას. კამერის ქვეშ თავსდება ელემენტები. ასევე შეგიძლიათ მოათავსოთ ჩიპი და გარეთ მყოფ პიროვნებას გადავუღოთ სურათები. ხელის მიდებით ავათებთ ეკრანს. შემდეგ ვაწვევით ფიფქი და დიეზ, იგივე სეტინგების შესვლა. შეგვყავს ერთჯერადი ქარხნული კოდი, ან ვაფიქსირებთ ადმინს. ვაწვევით თანხმობას. პირველი არის ადმინის პარამეტრები, ორიანი არის მომხმარებლის პარამეტრები, სამიანი სისტემის პარამეტრები, ოთხიანი ქარხნულ ვერსიაზე დაბრუნება. შევდივართ ადმინის პარამეტრებში, ერთიანი არის ადმინის დამატება, ორიანი არის ადმინის ამოშლა, სამიანი არის ინტერნეტთან დაკავშირება. ვაწვევით ფიფქს, გამოდივართ უკან, ორიანი მომხმარებლის პარამეტრები. ერთიანი არის მომხმარებლის დამატება, ორიანი არის მომხმარებლის ამოშლა. ვაწვევით ფიფქს და გამოდივართ უკან. სამიანი არის სისტემის პარამეტრები. ხელის ეკრანზე მიდებით ავათებთ ციფრებს. ფიფქი და დიეზი არის მენიუის შესვლა და ვაფიქსირებთ ადმინს. პირველი არის ადმინის დამატება, ორიანი არის მომხმარებლის დამატება. შევდივართ ადმინში და შემდეგ ვაწვევით ერთიანს დამატებას. შეგვყავს ნებისმიერი 6 ციფრი, პინ კოდი მაგალითად 1-დან 6-მდე და ვაწვევით დიეზს, ანუ დადასტურებას. ვიმეორებთ იგივე პინ კოდს და ისევ დიეზს. პინ კოდი წარმატებით დაემატა. ვაწვევით ფიფქს, სანამ ეკრანი არ ჩაქრება. ავათებთ ციფრებს და შეგვყავს ჩვენი ახლა დამატებული პინ კოდი. ვაწვევით დიეზს და კარები გაღებულია. ვაღებთ კადებს იმ მეთოდით, რომლის ამოშლაც გვინდა. ვაწვევით ფიფქს, რის შემდეგაც იძახის თავის დასახელებას. მაგალითად, კონკრეტულად ამას ქვია 002. სახელის გაგების შემდეგ შევდივართ მენიუში, ფიფქი დიეზ და შემდეგ ადმინი. ერთიანი არის ადმინი და შემდეგ ორიანი ადმინის ამოშლა. შეგვყავს დასახელება 002 და ვაწვევით დიეზს. გამოვიდეთ ფიფქით და გავდესვათ, რომ ნამდვილად აღარ მუშაობს. 5 წამის მერე კარები არ იგება, პინ კოდი წარმატებით ამოიშალა. ხელის მიდებით ავათებთ ციფრებს, ფიფქი დიეზი და ვაფიქსირებთ ადმინს. პირველი არის ადმინის დამატება, ორიანი არის მომხმარებლის დამატება. შევდივართ ადმინში და ერთიანია დამატება, ორიანი ამოშლა. ვაწვევით ერთიანს დამატებას. შემდეგ ვაფიქსირებთ დიც 4-ჯერ, ნაზად მიდებით. როდესაც გამწონდება, ესე იგი უკვე თითის ანაბეჭდი დამატებულია. შემდეგ ფიფქით გამოდივართ უკან, სანამ ეკრანი არ ჩაქრება. ნახოთ, რომ ჩაკეტილია. დავაფიქსიროთ თითის ანაბეჭდი და გამწონების შემდეგ წევთ სახელურს ქვევით და ვნახულობთ, რომ კარები გაიგო. ანაბეჭდით ვაღებთ კარებს. შემდეგ ვაწვევით ფიფქს, რის შემდეგაც იძახის თავის დასახელებას. მაგალითად, კონკრეტულად ამას ქვია 002. სახელის გაგების შემდეგ შევდივართ მენიუში და ვაფიქსირებთ ადმინს. შევდივართ ადმინში, ერთიანი, შემდეგ ერთიანი არის ადმინის დამატება და ორიანი ადმინის ამოშლა. ჩვენ გვინდა ორიანი. შეგვყავს სერიული ნომერი 002 და ვაწვევით დიეზს. ანაბეჭდი წარმატებით ამოიშალა. გამოვიდეთ ფიფქით, სანამ ეკრანი არ ჩაქრება და გავდესვათ, რომ ნამდვილად აღარ მუშაობს. გაწყვეტილების შემთხვევაში კარები ისევ დაკეტილ მდგომარეობაში რჩება. ელემენტის დაждომის ან ბავშვებისგან ამოსვლის შემთხვევაში ერთჯერადად შეგვიძლია ენერგია მივაწოდოთ ქვევით კაბელით, რომელიც შეერთებული იქნება powerbank-ზე, ლეპტოპზე ან სხვა მოწყობილობაზე. გასაღებისეც იგივე პრინციპი. გასაღების გადატრიალების შემთხვევაში საკეტი ღია მდგომარეობაშია.